გამარჯობა, მეგობრები, თქვენთან არის და ვაგრძელებთ განათლების მიღება სხვადასხვა სფეროებში. გადი იქით შეკეციანო, ხო გაგიგონიათ, მაგრამ კეცი ვიცით რა არის ესე გულზე ხელის დადებით რომ ვთქვათ. მე მაგალითად ბოლომდე არ ვიცი რა არის. იმასაც ამბობენ რომ ხალხური სახელია და მაგას სამედიცინო ენაზე სხვა რამე ქვია. ხო და თუ სამედიცინო ენაზე სხვა რამე ქვია, აგერ კლინიკა ბუნებაში მოვედი, რომელსაც უკვე აი გვარენად დაუმეგობრდი, იმიტომ რომ ყოველთვის რამდენჯერაც მოვდივარ, მიღებენ, უარს არ მეუბნებიან და მეც ბოროტად სარგებლობ ამ კეთილ განწყობით. მოვედი და დავით დვალაძესთან ერთად ვაპირებ ახლა კეთს მოვფინოთ ნათელი. დიდი მადლობა, დავით. ერთხელ მადლობა. დავიწყოთ კეთზე ლაპარაკი. რა არის კეცი? პირველ რიგში მოგესალმებით, მიესალმებით ჩვენს მაყურებელს. ვთქვათ, კეცი უფრო ზოგადი სახელია იმ პრობლემებისა, რასაც მეპატრონებები თავიანთი ოთფეხა მეგობრებს, ვთქვათ, კანის პრობლემებს არქმევენ. ცხოველს საკმაოდ ბევრი კანის დაავადება აქვს. ყველაზე ხშირი და გავრცელებული არის სოკო, კანქვეშატკიპა, რომელიც არის მიკროსკოპით ხილული და ვთქვათ, მისი შემჩნევა და აღმოჩენა შეგვიძლია კანის ნაცხის საშუალებით. საკმაოდ ხშირი არის ალერგიები, რაც იწვევს შემდეგ კანის აღიზიანებას, რაც საჭიროებს მკურნალობას. როგორც წესი, ყველაზე ხშირად კეცს ეძახიან უფრო კანქვეშატკიპას. კანქვეშატკიპა იწვევს კანის ზედა ნაწილის დაზიანებას, მის აქეცვლას. ხშირ შემთხვევაში თუ დროულად არ მოხდა მის მკურნალობა, იწვევს თმის სვენას, შესაძლოა ცხოველმა ძალიან ბევრი იქაოს, ამოვიდეს სისხლი და უფრო ამას რაღაც კეცთან უფრო აკავშირებენ და უფრო ამ სახელს არქმევენ. და ყველაზე მეტად მომართვიანობა, როცა ამბობენ კეცს, ხვდებით რომ ესე შეიძლება ქონდეს საქმე კანქვეშატკიპასთან. ესე იგი, როგორც მე ხვდები, ხალხურ ცნობიერებაში რაღაცნაირად ერთი ქვაბი შემოვდგით, კეცი დავაწერეთ და შიგნით ჩავყარეთ, რაც კი ეს კანის და ხილული დაავადებები. ნამდვილად სწორია, როგორც კი რაღაც პრობლემა შეიქმნება კანზე, ბიოწვიმოძრაობა, კანი გამოუშვება კეთრაკ, ყველაფერს მიაწერენ კეცს. რაც სწორი არ არის, ასე ვთქვათ, მედიცინის ენაზე რომ მივდგეთ, სწორი არ არის, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი კანის დაავადებაა, რომელსაც ყველას აქვს თავისი სახელი, ყველას აქვს თავისი რაღაცაც გაჩენის მიზეზი. კეცის არ აგითხრა და შეიძლება ჩვენს მაყურებელს ნევროზი დაემართოს და ხო არ გამოვთოთ ეს? ჯობია. გავაგრძელოთ, რომ არ დამგვიწყებოდ მიწერია აქ. კომპეტენტოს შეკითხვაა ჩემი სპონსორის. როგორ ხდება ძაღლის დაინფიცირება სარკოპტოზით? კეცი, შხილებში უწევი. აუცილებელია თუ არა პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ცხოველთან, თუ ერთ სივრცეში გასეირნებად საკმარისია. უმეტესწილად. მოდი ეს სარკოპტოზით ცოტა გამომარტოთ, თორე კომპეტენტო მიცის და მე არ ვიცი. შევედან სარკოპტოზიც გადის, როგორც თქვით, კანის დაავადებებში, სარკოპტოზი არის კიპა, თვალით უხილავი კიპა, რომელიც მიკროსკოპით არის ხილული, ჩვენ თვალით ვერ დავინახავთ, უბრალოდ სიმპტომატიკურად უნდა მივხვდეთ, მისი აღმოჩენა ხდება კანის ნაცხში და მკურნალობაც, ჭირდება რა თქმა უნდა სპეციალური პრეპარატებით და კიდევ განმეორდები, საჭირო არის ანტიპარაზიტული საშუალებებით დამუშავება, უნდა მოხდეს რეგულარულად, რომ არ გადაიდოს მაგალითად ცხოველს და კიდევ არ შეუძრიალოს და არ დაემართოს და დაავადებას და გადადებას რაც შეეხება, გადადის ერთი ცხოველიდან კონტაქტით მეორეზე. ჩვეულებრივად გადადის. კი, რა თქმა უნდა, ეხლა მაგალითად შემდგარს გქონდეს შენ ძაღლს ერთმანეთთან ითამაშენ, გქონდეთ ახალ კონტაქტი ერთი ჯამიდან ჭამონ, ერთ საწოლში დავწვნენ, იმის ალბათობა რომ გადაიდოს არის საკმაოდ მაღალი. მაგრამ თუ კონტაქტი არ ექნებათ უშუალოდ მაგალითად ერთ სივრცეში პარკში ერთად გავასეირნებთ, გვერდი მოძრავებენ, ეს მინიმუმი არის დაყვანილი, რა თქმა უნდა, ეხლა თეორიულად რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ გადაიდოს, მაგრამ მინიმუმი არის დაყვანილი იმის ალბათობა, რომ ეგრე თუ ეხლა ცხოველი არ შეხვდა და რაღაც ან ითამაშეს, ან კანს არ შეეხო, პეცს არ შეეხო რომ გადაიდოს, მინიმუმი არის დაყვანილი მაგის ალბათობა. ეს კიპები მოცემულია ბუნებაში, ხო? ჩვენ კი, საკმაოდ არის გავრცელებული და განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც არის სითბო, უფრო მეტი ტიანიანობა, სადაც მეტი ცხოველი, ადამიანი არის, უფრო მეტი არის, უფრო მეტად არის გავრცელებული. ყველაზე ხშირად და მომართვიანობა უფრო არის გაზაფხულში და უკვე შემოდგომაზე, როცა უკვე აცივდება,
ვთქვათ, მეპატრონებს გონიათ, რომ რაღაც ტიპები უყოლოდ ხრებიან, მიდიან რაც სწორი არ არის, როდესაც ტემპერატურა ვარდება, ცხოველები, კატები, ძაღლები უფრო მჭიდროდ არიან ერთმანეთთან, უფრო სიახლოვეში არიან, რაღაც სითბო შეინარჩუნონ და მოგეხსენებათ, რაც მეტი კონტაქტი აქვთ, მით უფრო იზრდება იმის რისკი, რომ ჩვენი ცხოველი ტკიპით დაინფიცირდეს. ან გადაიდოს სხვა რომელიმე კანის დაავადება, არა მარტო კანქვეშა ტკიპა, არამედ სხვა რამე კანის ინფექცია. აი დაემართა დაუშვათ ეს ტკიპა. გამოჩნდა, რახან გამოჩნდა, უკვე ესე იგი რაღაც გამწვავება მოხდა, ხო? მკურნალობა რამდენად არის შესაძლებელი? მკურნალობა საკმაოდ ეფექტური არის და რა ჩვენთან კლინიკაში ვინცაც ქონია მომართვიანობა ყველა იკურნება, უბრალოდ თავარი არის რომ მოიყვანო დროულად, რაც მალე მოიყვან და ასე ვთქვათ, რაც უფრო მალე აღმოაჩენ დაავადებას, მით უფრო ასე ვთქვათ მარტივი არის მისგან გაკურნება. ზოგადად ეს კანის დაავადებები იოლი არაფერი არ არის, მაგრამ წყალებში თქვა, იოლ განკურნებადმეებში გადის, რა გააჩნია, ასე უნდა მიგეთ, გააჩნია რა კანის დაავადებასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, როდესაც არის კანქვეშა ტკიპა, მისი პრევენცია მაგალითად აღარ დაემართვა, შეგვიძლია მithვა მაგალითად მიცეთ ისეთი პრეპარატი, რომელიც მუშაობს ამ ტკიპის წინააღმდეგ. თუ მაგალითად კანის პრობლემა არის გამოწვეული ალერგიისგან, და წამყვანი არის ალერგია და კანის პრობლემა უკვე არის მეორადი გამოწვეული არის ალერგიიდან, ამ შემთხვევაში კანის პრობლემები საკმაოდ ხშირად გვაწუხებს, რადგან ამ დროს წამყვანი არის ალერგია და მოგეხსენებათ ალერგიის გაკურნება სამწუხაროდ არ ხდება როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში. ესე იგი, ამ დაავადებებისგან ახლა რასაც ქეცის ქვაბში რაც გაერთიანებული კლასტერში ესაც ქეცი ქვია. ამათგან ვერ გვიცავს აცრა. ამას ჭირდება პარაზიტებზე დამუშავება. დიახ, ამეთგან რომ დაგვიცვას, უნდა დავამუშავოთ აუცილებლად პარაზიტებზე, რომ რა თქმა უნდა არ დაემართოთ კანის პრობლემები, კანქვეშა ტკიპა არ დაემართოთ და რაც ყველაზე მთავარი არის, საკმაოდ ბევრი ტკიპის ინფიცირება არის, რომლისგანაც ჩვენი ცხოველები აუცილებლად უნდა გყავდეს დაცული, რომელიც კანის პრობლემის შემთხვევაში ლეტალობას რა თქმა უნდა კანის პრობლემა არ იწვევს, მაგრამ თუ მაგალითად უკმინა ესეთმა ტკიპა, რომელიც არის გადამტანი ელეხიოზი, ანაპლაზმოზი, ბაბეზიოზი, თუ დროულად არ მოხდა მკურნალობა და ჩარევა, შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. აი ეგ მინდოდა, ეგეც მინდოდა მეკითხა. ხანდახან შეხედავ ძაღლს საშინელ მდგომარეობაში აქ ქუჩის ძაღლები განსაკუთრებით, კანი ბუჯა ამოცვენილი რაღაცა. აი ეს საბოლოო ჯამში ლეტალურ შედეგს არ მოიტანს, ალბათ ვეღარ გაძლევს დასუსტებული. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შესაძლოა ხდება ასეთი პრობლემა აქვს ცხოველში, მუდმივად იფხანება კანი ხდება იქ უკვე ბაქტერიული ინფექცია მიდის და ძალიან შორს წასულ ფორმაში, რა თქმა უნდა, სუსტდება ძაღლი, მოგეხსენებათ ჩვენთან საკმაოდ მკაცრი კლიმატური პირობები არის და ცხოველს სამწისგან ცივი პირობებისგან თან განსაკუთრებით საკმაოდ ბევრია მიუსაფარი ცხოველი ჩვენთან იცავს ბეწვისაფარი და თუ ცხოველს აქვს, რა თქმა უნდა, კანის პრობლემა, არ აქვს ბეწვისაფარი, მაღალი ყინულში შესაძლებელია, რომ შინაგანი ტემპერატურა ვერ შეინარჩუნოს და მოხდეს მისი დაღუპვა, გაყინვა. გასაგებია. რამე ყოველთვის ვკითხულობ ამ შეკითხვას, იმიტომ რომ მე კომპეტენცია არ მყოფნის, რამე ხომ არ დარჩა ისეთი, რაც უნდა მეკითხა და რაც უნდა ვიცოდეთ ამ დაავადებაზე და რაც არ მეკითხავს. ყველაზე ხშირი რაც არის ეშინიათ, ასე ვთქვათ, მეპატრონებს არის რამდენად არის განმდები მაგალითად ადამიანზე, კანქვეშა ტკიპა, ან სხვა რომელიმე კანის დაავადება. საკმაოდ ბევრი ზონოზური დაავადება არის, რომელიც შესაძლებელია ჩვენი ოთხი მეგობრისგან ადამიანს გადაედოს. რაც შეეხება კანქვეშა ტკიპას, ეხლა ბუმი არის ქალაქში და საკმაოდ ხშირი მომართვიანობა რამდენად არის მაგალითად ადამიანის მუნის საერთოდ და ცხოველის. შესაძლებელი არის, რომ ეს თვალთუხელობით ტკიპა ადამიანზე გადავიდეს. უბრალოდ არ ახდენს ადამიანის სხეულზე გამრავლებას. უბრალოდ გვიკმენს, ჩვენი სისხლით გამოიკვებება, კანს დააზიანებს, გვექნება ქავილი, მაგრამ ჩვენ სხეულზე ის არ გამრავლდება. რადგან ცხოველისა და ადამიანის ტემპერატურა განსხვავდება და ადამიანის კანი ასე ვთქვათ, მისთვის არ არის ხელსაყრელი საცხოვრებლად. რაც შეეხება სოკოს, არ შეგვაქვს სოკოს ისეთი მაგალითად ჯგუფები, რომელიც შესაძლოა გადავიდეს ადამიანზე. და განვითარდეს და კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგეც დერმატოლოგთან კონსულტაციით ადვილად მოგვარებადია. გასაგებია, დიდი მადლობა. ასე რომ მეგობრებო, ამოვიღეთ ქვაბიდანეს, სხვადასხვა ქეციანი ქვაბიდანეს რაღაცეები და გადავანაწილებთ თაროებზე, იმიტომ რომ ცოდნა ძალა, როგორც ამბობენ და ჩვენ გავძლიერდით დღეს დავით დვალაძის დახმარებით. დიდი მადლობა. პირიქით. კლინიკა ბუნებაში ვარ, როგორც გითხარით. დღეს მოვისმინეთ ქეცზე რაღაცეები თავის ადგილებზე, თაროებზე დავალაგეთ. მე მგონი, მე აქედან ცოტნით გამდიდრებული მივდივარ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მადლობა რომ გვიყურეთ. მადლობა კომპეტენტოს
ხარდაჭერისა და სპონსორობისთვის და თხოვნა რა თქმა უნდა ვიმეორებ ყოველთვის გაზიარება და მოწონება არ დაგავიწყდეთ, არ დაინანოთ და რაც მთავარია კომენტარები არის ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდე შემდეგი თემები რა უნდა მოგიმზადოთ. ეს თუ გობარი იყო, აბა კარგად იყავით.